პატიმრის დედა იაზგუ მჟავანაძეშვილის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვს. დედა ამბობს, რომ მამუკა გოგიტიძის სიცოცხლეს საფრთხემუქრება, რის გამოც შესაძლოა ოქტომბრამდე მკურნალობის გარეშე ვერ გაძლოს. მას C ჰეპატიტი და ცეროზი აქვს, ასევე სიმსივნის განვითარების საფრთხემუქრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნითაც დასტურდება. დედა ამბობს, რომ მისი შვილი სასჯელს უკვე 6 წელია დაუმსახურებლად იხდის. ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნაზე კი უარი მიიღო, თუმცა ამბობს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პაციენტი მძიმედ არის ავად, პრეზიდენტი უფლებამოსილია მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლოს. სახელმწიფოს მამუკა გოგიტიძის და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პატიმრების გადარჩენას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც თხოვს. დედის თქმით, მამუკა გოგიტიძე 6 წლის წინ ყაჩაღობა, გამოძალვა, გატაცება მუქარისა და წამების ბრალდებით უკანონოდ 27 წლით დააპატიმრეს. მას მეზობლის მიერ სტუმრად მიყვანილი აზერბაიჯანელი სტუმრის დაყაჩაღება დაედო ბრალად. თუმცა ოჯახი ფაქტს იმას უკავშირებს, რომ მამუკას უფროსი ძმა ილია გოგიტიძე ასლან აბაშიძის დაცვის წევრი იყო და ბელგიაში პოლიტპატიმრის სტატუსით იმყოფებოდა. დედაძიშვილი მყავს, რომელიც უკანონოდ ზის ციხეში. უმრჩევლესად ვსთხოვ პრეზიდენტს იმ პატიმრებისთვის მიცემა განთავისუფლებაზე, შეწყალების თანხმობაზე, რომელსაც არ აქვს ნაღიარები დანაშაული. ჩემს შვილს არ აქვს დანაშაული ნაღიარები. პასუხი მოვიდა სასჯელოსნების სამინისტროდან, რომ მას არ აქვს ჯერ სასჯელის ის ვადა მოხდილი, რომელიც ითვალისწინებს მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას. მაგრამ ამ შემთხვევაში არის ერთადერთი გამოსავალი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი არის დაავადებული მრავალი განუკურნებელი დაავადებებით, ამ შემთხვევაში თავად სასჯელოსნების სამინისტროს შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე.